არც ერთ გამომძიებელსა და პროკურორს არ უნახავს მზია ამაღლობელი. არ უკითხავთ არაფერი, თვალით არ უნახავთ. განაცხადა სინდისის პატიმრის მზია ამაღლობელის ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში სასამართლოს ხდომაზე. მაიამ წარიაშვილმა ვრცელ სიტყვაში ელაპარაკა, როგორ არ წყდება ოცნების წარმომადგენელი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები ამაღლობელის საქმეზე და ხაზი გაუსვა კობახიძის განცხადებებსაც, რომელიც მთელ საზოგადოებას თხოვს აღიარებას. ადვოკატმა ელაპარაკა იმაზეც, როგორ იქცა გებუაძის დამცველად სახელმწიფო ბრალდება. Ფათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის საქმის განხილვა ბათუმში რამდენიმე საათია მიმდინარეობს. ადვოკატების დასკვნითი სიტყვის შემდეგ უკვე მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოაცხადოს. თამარ თედიაშვილი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში ბათუმიდან, ის მოგვიყვება რა ხდება ახლა სხდომაზე. დიახსოფო 3 საათზე მეტია გრძელდება მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესი, სულ ცოტა ხნის წინ იყო მცირე შესვენება და ახლა ისევ მიმდინარეობს ადვოკატ მაიამ წარიაშვილის დასკვნითი სიტყვა. მაიამ წარიაშვილმა, როგორც ჩვენ უთხარი ჩვენს მაყურებელს, საკმაოდ ვრცლად ისაუბრა იმ პროცედურებზე და მოვლენებზე, რაც ამ 7 თვის განმავლობაში ვითარდებოდა. მაიამ წარიაშვილის განცხადებით, ამ 7 თვის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი ეტაპი, როდესაც სასამართლო გამოძიება იყო მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი, მათ მიზანმიმართულად ქონდათ გამოძიებას ქონდა მიზანმიმართულად სადამსჯელო ღონისძიება მზია ამაღლობელის მისამართით და ამ წარიაშვილის განცხადებით არც ერთ ეტაპზე არც ერთი გამომძიებელი არც პროკურატურა არ შესულა მზია ამაღლობელთან, მასთან არ ჰქონია უშუალო კომუნიკაცია და ამაღლობელს ხვდებოდნენ მხოლოდ სასამართლო დარბაზებში. ასევე მაიამ წარიაშვილმა ისაუბრა მოწმე პოლიციელების ჩვენებების შესახებ, ის რომ თეთრი ძაფით არის შეკერილი წინასწარ განსაზღვრული ბრალი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ აქ მოსული ყველა მოწმე პოლიციელი ერთი და იგივე ჩვენებას აძლევდა, სწორედ ასე ამბობს თავის დასკვნით სიტყვაში მაიამ წარიაშვილი. სასვენი ნიშნებით კი არ არის განსხვავებული, ყველა მოწმე პოლიციელის ჩვენება არის კოპირება. სწორედ ასე განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მის დასკვნით სიტყვაში, მან ასევე ისაუბრა ვრცლად ირაკლი გებუაძესთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ მაიამ წარიაშვილის დასკვნითი სიტყვის ნაწილი. ამდენი განცხადება ხელისუფლებას არც ერთ საქმეზე არასდროს გაუკეთებია, ცივილიზებული სამყარო შოკში იქნება. პროკურორმა დასკვნითი სიტყვა მოგვახსენა. ამის შემდეგ პრემიერმა ისევ განაცხადა, ჩაიდინა თუ არა დანაშაული მზია ამაღლობელმა უნდა შევთანხმდეთო. ის კოლექტიურად მოგვიწოდებს აღიარებას. ჩვენი ერთობლივი აღიარება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს ძალიან ესიამოვნებოდათ. მზიასი და ადვოკატების ან მზიას მედია საშუალების. ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ არავის მისცემს ჩანს ამტკიცოს, რომ მზიას დანაშაული არ ჩაუდენია. პრემიერი მოგვიწოდებს ამაზე არ ვისაუბროთ, რადგან ეს ყოფილა პოლიტიკური ბრალდებები. პრემიერი ამბობს, რომ ეს არის ცალსახად სისხლის სამართლის შესაბამისი ქმედება. ისმის პოლიტიკური ბრალდებები. მოგვიწოდებს სინანულისკენ, აღიარებისკენ, მზიამ უნდა აღიაროს, აღიარონ და მერე ვილაპარაკოთო. საერთოდ რა პროცედურას გვთავაზობს ხელისუფლება, გაოცებული ვარ. ირაკლი გებუაძე უშვერი სიტყვებით აგინებდა მზია ამაღლობელს. პრაქტიკულად განაჩენიც იტანა, სასჯელიც დაადგინა. დღეს უნდა ვთქვათ დასკვნითი სიტყვა და პრემიერი მზიას პროცესს მისდევს ფეხდაფეხ და მე დასკვნითი სიტყვა უნდა წავიკითხო თუ პრემიერს ვუპასუხო. ბრალდება ამ პროცესზე ირაკლი გებუაძის პირად ადვოკატად იქცა. ადვოკატირება და პოლიციის დანაშაულებრივი ქმედებების გაправება. სახელმწიფო ბრალდება არ არის ირაკლი გებუაძის ადვოკატი. მზია ამაღლობელის პროცესი, რომელიც 5 თვეზე მეთხანს მიდიოდა, არ იყო სამართლიანი არც გამოძიების ეტაპსა და არც სასამართლოში. ყველა მოწმე, რომელიც ბრალდებამ წარმოადგინა, უშუალოდ მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში იყო და როცა თავად გებუაძე მოვიდა მოწმედ, მას პირად ესკორტირებას უწევდნენ. საპატიო ყარაულში იყვნენ. არც ერთ გამომძიებელსა და პროკურორს არ უნახავს მზია ამაღლობელი. არ უკითხავთ არაფერი, თვალით არ უნახავთ. საქმე ისე დასრულდა, გამომძიებლებმა მზია დარბაზში ნახეს. მაშინ თქვა ეს ჩვენ მხოლოდ იმიტომ არ შევაწუხეთ, რომ ის შიმშილობდაო. საქმის წარმოება ბერდია ფერაძის პატაკის მიხედვით საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებად გებუაძისთვის სახისა და ყურის არეში დარტყმით დაიწყო. პატაკში არ არის მაკვალიფიცირებელი გარემოება მითითებული. გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო. ეს იყო დამადასტურებელი გარემოება, რომ გებუაძე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დაიწყებდა გამოძიებას. თავიდანვე მუხლი მზია ამაღლობელის დევნას ემსახურებოდა. გრიგოლ ბესელია უშუალოდ არის დაინტერესებული
დაკავებული ამ საქმით. ჩანს მზია ამაღლობელი უხმოდ აკრავს სტიკერს, მიდის ბესელია და აკავებს. საქმეში წერია, რომ მზია პოლიციელებს ეძახდა ძაღლებო, ღორებო. მე დამრჩა შთაბეჭდილება დაცვას, რომ არ ემუშავა. ბრალდებას არაფერი ჰქონდა. ბრალდება როგორ მოიქცა? არ იკითხა, არ გაარკვია. იშუამდგომლა ის ვიდეო მტკიცებულებები ამორიცხეო, სადაც ბესელია ჩანს. ეს ვიდეო მტკიცებულებები სამაშველო რგოლი აღმოჩნდა. ბრალდება აქ ბრმებსა და ყრუებს გამოგვიყვანდა. ცრუ მოწმეები მოგვიყვებოდნენ ზღაპრებს, როგორ წარმოგიდგენიათ, რომელიმე გამომძიებელი კრიტიკულად გამოგკითხავდათ გებუაძეს. გამოძიება არ არკვევს აქვს თუ არა პირადი ინტერესი გებუაძეს. არ გამოვრიცხავ, რომ ეჭვის დონეზეც არ დაუშვია გამოძიებას. დღეს მთელი დღის განმავლობაში სასამართლო პროცესის პარალელურად გარე პერიმეტრზე მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. აქ შეკრებილები არიან ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, პოლიტიკური პარტიების წევრები და შენობის შიგნით ძალიან ბევრი ადამიანია, მათ შორის ელჩები, მზია ამაღლობელის კოლეგები, გულშემატკივრები, საკმაოდ ხალხმრავალია დღევანდელი დღე ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც არის წარმოდგენილი საკმაოდ მრავალრიცხოვნად, ეს არის საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი და თამთა კაჭახიძე ახლა ჩვენთან ერთად. თამთა, ჩამოხვედით თბილისიდან მზიას მხარდასაჭერად. რა პროცესია ეს? ეს არის უშუალოდ მზიას, როგორც ერთი პოლიტიკური პატიმრის მხარდაჭერა თუ ეს უფრო გლობალური პროცესია, სადაც აქ აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქვეყნის ბედი წყდება მათ შორის, თავისუფალი სიტყვის ბედი წყდება, თქვენი პოზიცია როგორია, რატომ ხართ დღეს აქ? კი, ჩვენი პროფესიული კავშირი ჩამოვიდა, რომ მზია ამაღლობელს გამოვუცხადოთ სოლიდარობა. სამწუხარო არის, რომ ქვეყანაში ყველა ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით უსამართლობას. ეს იქნება სასამართლოში, სადაც ადამიანებმა რომ ნახონ და მოусმინონ მზია ამაღლობელის ჩვენებას, მაშინ მიხვდებიან, რომ ეს ადამიანი არის ღირსების შემოლახავი მოპყრობის მსხვერპლი და ის საერთოდ შეიძლება ადგილსაც უნდა უცვლიდეს იმ ადამიანებს, ვინც მას ესე მოეპყრო. უსამართლობას ვხედავთ საჯარო სამსახურებში, სადაც ადამიანებს უკანონოდ ათავისუფლებენ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ამ ქვეყნის კონსტიტუცია დაიცვეს. და ეს ზუსტად იმიტომ ვართ აქ ჩამოსვლები გარდა იმისა, რომ პირადად ამ ადამიანს გამოვუცხადოთ სოლიდარობა, რომ აი ეს უსამართლობის შეგრძნება, რომელიც ყველგან არის და ყველა გრძნობს, თქვათ, რომ აღარ გვინდა ასეთ უსამართლო ქვეყანაში ცხოვრება და ასევე გვინდა, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ არა მხოლოდ მზიას, არამედ სხვა ყველა სინდისის პატიმარს. უსურვებ მე ნამდვილად აუცილებლად მალე გავიმარჯვოთ და დავასრულებთ აი ამ უსამართლობას, სხვანაირად გარდაუვალი არის და ამიტომ ჩვენ ყველგან ვიქნებით, სადაც არის საჭირო სოლიდარობა. მადლობა, თამთა კაჭახიძეს უსმენდით. აქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ ყველა უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოლებენ ნებისმიერი ფორმით და იმ შემთხვევაში თუ დღეს არ იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება, აუცილებლად საზოგადოების იმედად მალხაზ რეხვიაშვილს ვხედავ ახლა მე საზოგადოების იმედად გაგრძელდება ეს ბრძოლა და საზოგადოების ჩართულობით. მალხაზ, მოგესალმებით. პარალელურად შენობის შიგნით მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, მზიას დასკვნითი პროცესი და დღეს მაიამ წარიაშვილმა განაცხადა, რომ ეს სრულად არის პოლიტიკური პროცესი, რადგან მისგან ითხოვენ აღიარებას, სინანულს და პრემიერ-მინისტრი ითხოვს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არა პროკურატურა, ბრალდების მხარე, გამომძიებლები, არამედ პრემიერ-მინისტრი და სწორედ ამიტომ ამბობს მაიამ წარიაშვილი, რომ ეს არის სრულად პოლიტიკური პროცესი. თქვენი პოზიცია, თქვენი ხედვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით როგორია და ასევე მოლოდინებზეც რომ გითხრათ რამდენიმე სიტყვა. აბსოლუტურად ვიზიარებ, ჯერ გაცლებით ნაკლები კვალიფიკაცია მაქვს ვიდრე ხალხ მაიას, მაგრამ აბსოლუტურად ვიზიარებ მის ამ ფრაზას, რომ ეს არის სრულად პოლიტიკური პროცესი, რომ ნახოთ განმარტება პოლიტიკური პატიმრის რა არის. კლასიკური განმარტება არის, რომ მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა დანაშაულის ფორმალური ნიშნები, ადამიანი პატიმრობაში იმყოფება იმის გამო, რასაც ის აკეთებს. და ჩვენ ვიცით, რომ გაუტონი მზია ციხეში არის იმის გამო, რასაც ის აკეთებს. კერძოდ ის არ იხდის ბოდიშს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტით დაწყებული, ქალაქის მერით დამთავრებული, მე მგონი ყველას უნდა რომ აი ბოდიშს თუ მოიხდის, ანუ აღიარებს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა და თავზე ნაცარს წაიყრის, მაშინ გაუშვებენ და აი ეს რომ შენ თავი დაინცირე და მაშინ მე შენ გარეთ გაგიშვებ, სხვა არაფერია თუ არა ადამიანის პოლიტიკური ნიშნით პატიმრობაში დატოვება და თან ამას ისე ამბობენ, თითქოს ჰუმანურები უნდა გამოჩნდნენ, რომ აი ბოდიშს თუ მოიხდის, გამოუშვებთ. ანუ ადამიანი ციხეში ყავს სისხლის სამართლის დანაშაულით, აბრალებენ, რომ მას რაღაცა წინასწარი შეთანხმება ქონდა, პოლიციელს თავს დაესხა და ასე შემდეგ. მარტო მზიაზე ხო არა, ეგ არის ანდრო ჭიჭინაძეზეც და სხვებზეც, რომ თითქოს წინასწარი შეთანხმებით ორგანიზებული ჯგუფი პოლიციას თავს დაესხა, სახელმწიფოს გადატრიალება უნდათ, deep state-ის ფულით ფინანსდებენ, რაღაცა სიგიჟეებს აბრალებენ და
თუ ბოდიშს მოიხდიან, მაშინ ეგეთი ადამიანები გარეთ უნდა იყონ, ანუ ადამიანი, ვისაც სახელმწიფოს გადატრიალება უნდა და პოლიციელებს ცემდა, ამას უშვებენ გარეთ ბოდიშის სანაცვლოდ. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ არავინ არაფრის გადატრიალებას არ აპირებდა და არავის არანაირი სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია და ამ ადამიანებისგან ბოდიშის მოხდას, იმიტომ ითხოვენ, რომ საკუთარი რაღაცა მორალური უპირატესობა შეინარჩუნონ, როდესაც ქალი, რომელიც ჩვენ ახლა ბათუმში ვართ, ასლან აბაშიძის დროს იყო დამოუკიდებელი ჟურნალისტი, არავის დაუჭერია. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო ჟურნალისტი, არავის დაუჭერია. ამ ხელისუფლებამ დაიჭრა და ეხა იციან, რომ ზია ამაღლობელისნაირი ადამიანის ციხეში ჩასმა არის მორალური გაკოტრება ნებისმიერი რეჟიმისთვის და ახლა ამ სიტუაციიდან უნდათ, რომ რაღაცა გარკვეული მორალური უპირატესობით გამოძვრნენ და მე მხოლოდ ჯანმრთელობა შემიძლია უსურო ქალბატონ ზია ამაღლობელს, მოლოდინი, რა თქმა უნდა, არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, მხოლოდ გამიხარდება თუ ვწდები თქვენივე ეთერიდან ვიტყვი, რომ ბოდიში მეთქი, მაგრამ ამ სასამართლოს, რასაც ვეძახით, პოზიტიურ მოლოდინს ნამდვილად არ ტოვებს ეს სისტემა. მადლობა. მალხაზის მსგავსად ძალიან ბევრ აქ შეკრებილ ადამიანს პოზიტიური მოლოდინი არ აქვს. გიორგი დუმბაძეა ახლა ჩვენთან ერთად. გიორგი, თქვენ გაქვთ თუ არა პოზიტიური მოლოდინი დღევანდელი პროცესის კარგად დასრულების და ასევე როგორ შეაფასებ ზოგადად აი სინდისის პატიმრების ათეულობით სინდისის პატიმარია დღეს, მათ შორის ბიჭების მშობლები არიან დღეს აქ, თქვენ ხართ, ძალიან ბევრი ადამიანია სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული არიან ელჩები, ძალიან დიდია საზოგადოების ინტერესი მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესის მიმართ. რას უნდა ველოდოთ და თქვენ რას ელოდებით ამ პროცესის დასრულებით? მე მოგესალმებით პირველ რიგში, მე რამდენიმე რაღაც აღნიშნავდი და ივისმენდით, რომ ეს ყველაფერი არ არის ან დანაშაულის აღმოფხვრაზე ან პასუხისგებაზე ადამიანს, ეს ყველაფერი არის დაკავშირებული ადამიანის დამცირებასთან. ითხოვენ ბოდიშს ადამიანისგან, რომელიც ყველაზე მეტად თვითონ იმსახურებს ბოდიშს იმ ამბების მერე, რაც მას გადახდა სამმართველოში იმ ადამიანების მიერ, ვის მიერაც გადახდა და ამის ფონზე რაღაც პარალელებს ვავლებ, რომ ადამიანები, აი პედოფილები, არ ვიცი, ადამიანები მკვლელები, ვინც აუპატიურებს კლავს, ამ ადამიანებს ნაკლებს უსჯიან, წარმოვიდგინეთ და ადამიანი რომელსაც პირდაპირ მნიშვნელობით აი გაატარეს 1000 უბედურებას, ღირსება შეულახეს და ერთადერთი აბსოლუტური უფლება, რაც ადამიანს გააჩნია და რასაც მსოფლიო აღიარებს, ეს არის ღირსების უფლება და ეს ღირსება პირდაპირ შეულახეს მას და მართლა 1000 ჯოჯოხეთის გამოვლა მოუწია და ახლა მისგან ითხოვენ ბოდიშს, ეს ხო აბსურდი არის. ეს ყველაფერი რაღაცნაირად აბსურდის თეატრს მსგავსება და რა თქმა უნდა ამორალური არის ამ ყველაფრის ყურება, ამ ყველაფრის რაღაცა ამ ყველაფერს დაკვირვება და ერთი რაღაცა ბუნებრივია კლანისგან ჩვენ არ ველოდებით ჩვენთვის პოზიტიურ და ზოგადად სამართლისთვის პოზიტიურ შედეგს, თუმცა ქაოსის შუაგულში ვარ ჩვენ და ამ ქაოსის შუაგულში მაინც შესაძლებელი არის წესრიგის პოვნა და შანსი არის ამ ყველაფრის პოზიტიური შედეგის დადების, თუმცა ამის იმედი ჩვენ არ გვაქვს, გამორიცხვა რთული იქნება, თუმცა ბუნებრივია, როცა მთელი სისტემა გიპირისპირდება შენ და აქ უკვე თვითონ იქცენ deep state-ა და ერთმანეთის რაღაცა ჯინაზე რაღაცებს აკეთებენ, ხო, ბუნებრივია ჩვენ არ ველოდებით სამართლიან შედეგს და სამართლიან განაჩენს მოსამართლის მხრიდან. კი. მადლობა, გიორგი დუმბაძის უსმენდით. ცოტა ხანში დასრულდება სასამართლო პროცესი. ჯერჯერობით უცნობია ჩვენთვის დღესვე გამოაცხადებს თუ არა გადაწყვეტილებას მოსამართლე ნინო სახელაშვილი, როგორც ხედავთ აქ შეკრებილი ადამიანები ქაოსში წესრიგის პოვნას ადარებენ პოზიტიურ გადაწყვეტილებას, სამართლიან გადაწყვეტილებას მათ არ აქვთ. სამართლიანი გადაწყვეტილების, კეთილსინდისიერი გადაწყვეტილების მოლოდინი დღევანდელი სასამართლოსგან ჯერჯერობით კვლავ ადვოკატების დასკვნით სიტყვას უსმენენ ჩვენი ინფორმაციით. ცოტა ხანში მზია ამაღლობელსაც მიეცემა დასკვნითი სიტყვის თქმის შესაძლებლობა. შეგახსენებთ, რომ 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება ბათუმელებისა და net გაზეთის დამფუძნებელს ჟურნალისტს და ის უკვე 7 თვეა პატიმრობაში იმყოფება. დღეს არის დასკვნითი სხდომა და ცოტა ხანში გადაწყდება რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ნინო სახელაშვილი.